ცალკეული ვიზიტები, კონკრეტული ადამიანების ჩამოსვლა ამ ქვეყანაში, ან ვინმე კონკრეტული პიროვნების მიერ ხელის ჩამორთმევა ქართული ოცნების წარმომადგენლების თვის არ ნიშნავს ლეგიტიმაციას და ვერაფრით ვერ აქცევს აი ამ ერთ ხელის ჩამორთმევას, ან ერთ შეხვედრას, ან ერთ ვიზიტს ლეგიტიმაციად. ლეგიტიმაცია და აღიარება არის ბევრად უფრო ფართემცნება და ამას ქართული ოცნება ფაქტია, რომ ვერ იღებს უკვე თვეებია. აი ეს რაღაც გაუთავებელი ფაფხური, რაღაც კორდებალეტი, რომ ვიღაცა მაინც ჩამოიტყუონ აქ და ვიღაცას მაინც ჩამოართვან ხელი მოტყუებით, უკვე ძალიან სასაცილოდ გამოიყურება და ძალიან სუსტად წარმოაჩენს თავად ქართული ოცნების გუნდს. ხოლო ის თუ რატო არის აქ ეუთოს გენერალური მდივანი, შეიხსენებთ, რომ ეუთო არის საკმაოდ ფართო ფორმატის ორგანიზაცია და ფართო მანდატის ორგანიზაცია, რომელიც მაგალითად იგივე პიროვნება, გენერალური მდივანი წინა თვეში იყო მოსკოვში. ანუ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც წევრებიც არიან როგორც დემოკრატიული, ისე არადემოკრატიული ქვეყნები. მანდატი, რომელშიც ეს კაცი აქ ჩამოდის, საერთოდ არ ეხება რაიმე ფორმით აღიარება, არ აღიარება, ლეგიტიმაცია, არალეგიტიმაციის საკითხს. ეს ეხება რაღაც უსაფრთხოების საკითხებს და ესეთ ფართო მცნებებს. ამიტომ ამ კაცის აქ ვიზიტი არაფერს არ შეცვლის ქართული ოცნებისთვის. ის დღემდე რჩება ევროკავშირის ყველა ქვეყნის მიერ ფაქტიურად და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არაღიარებულ ხელისუფლებად და ეს არის აქ მთავარი საკითხი და არა ერთი ან ორი ვიზიტი.